Dzamnისათა და Ძისათა და Წმინდისა სულისათა. ამინ. Dzmano და Dano დღეს არის დღესასწაულთა ყველა დღესასწაულთა საფუძველი დღესასწაული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაული. ამას ეფუძნება შემდგომ ყველა ქრისტიანული დღესასწაული. Dzmano და Dano ასეთ დღესასწაულებს ეხმიანებიან ასეთი დღესასწაულები ასეთ დღესასწაულებს წმინდა მამები ეხმიანებიან მათ აქვს სასწაული ჰომილიები საქებელი სიტყვა ამ დღესასწაულებზე და დღეს მე ვხარობ რადგან მე უნდა წაგიკითხო თქვენ ფრაგმენტი ქადაგებიდან ანდრია კრიტელ ეპისკოპოსის იერუსალიმელის ქადაგებიდან რომელიც არის წინვალე ქადაგება ეს არის გენიალური ქადაგება Dzmano და Dano და საინტერესო ასევე იმით რომ მას მე მაქვს ხელნაწერებიდან ერთ-ერთი გამოცემა უძველეს ხელნაწერებიდან და იქ 4 ქადაგება ანდრია კრიტელის ამ თემაზე და ერთი არის განსაკუთრებით რომ ეხება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის როგორც დავითის შთამომავალის შესახებ აი ამ თემას და ამ თემას მოვაბი ეს განუყრელი თემაა ერთიანი თემაა საქართველოს შესახებ რომელსაც მე ამას ბოლოს მოგახსენებ ძალიან საინტერესო რამეს Dzmano და Dano მანამდე აი მივყვეთ მე ხარობ Dzmano და Dano ზოგჯერ მე განძის კუნძულიდან ანუ ღვთაებრივი მოძღვრებიდან მომაქვს ისეთი საგანძური რომ ერთი სული მაქვს რომ აქ მოვიდე აი ესე იყო ზუსტად ეს კვირაც ერთი სული მქონდა რომ ის მოვიდოდი და აი ამ საოცარ განძს მოგაწვდით თქვენ და გაგამდიდრებდით Dzmano და Dano ეს არის საოცარი ქადაგება რომელიც მე მინდა შევადარო აი თუ მუსიკალური ენით ვიტყვით რა შედარებაა Dzmano და Dano მაგრამ თვალსაჩინოებისათვის შტრაუსის ვალს თქვენი ცით ეს ვალსი იწყება რაღაც სასწაულად ხო სასწაული იმით აი მე ეხლა ტერმინოლოგიით ვერ ვილაპარაკებ ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე წუთები იყო სოლფეჯიოს გაკვეთილები იმდენად მეზარებოდა მაგრამ ეხლა რო აკვირდები ნეტავ მესწავლა და აი ბავშვებს მოუწოდებ რომ ყველაფერი არ მოგწოთ თუ მოგწოთ შეისწავლეთ ყველაფერი მერე გამოგადგებათ მე ეხლა დღეს ისეთ ფუფუნება აღარა მაქვს უკვე რომ დავждე და სოლფეჯიოს გაკვეთილებს ჩავждე თუმცა დიდი სიამოვნებით სწავლა სიკვდილამდეო მაგრამ ამას ვეღარ ვახერხებ ამიტომ ჩემი ენით გეტყვით ეს ზოგიერთი მუსიკა იწყება მელოდია იწყება რაღაც ნელი წნარად ხო რაღაცა ისე უფერულად და შემდეგ ზოგჯერ დიდრდება აი შტრაუსის ვალსი იწყება თავიდანვე აღმაფრთოვანებლად აღმაფრენა თავიდანვე რაღაც საოცარ განწყობაზე ტოვებს ადამიანს აი ამიტომ ვადარებ მე თორე რა შედარება ღვთაებრივ მოძღვრებას წმინდა მამების ქადაგებას რომელი ვალსი და რომელი სიმფონია Dzmano და Dano შეედრება მაგრამ ამიტომ ვადარებ თვალსაჩინოებისთვის ასევე იწყება ეს ქადაგება Dzmano და Dano აი ასე და როგორც შტრაუსის ვალსში შემდგომ შვაში რაღაც დიდი როგორ თქვა ესე იგი ხო გახსოვთ ეს მელოდია რაღაც გაშლა თუ რაღაც აი აფეთქება ასე ვთქვათ რა ლამაზ სიტყვა ვულკანივი მე ისე ვიდის და აი ესე მთელი ვალსი მთელი მელოდია Dzmano და Dano აი ესეთ განწყობაზე გტოვებს და აღმაფრენის და აი ესე იგი აფეთქების ესეთ განწყობაზე გტოვებს ზუსტად ესევეა ეს ქადაგება Dzmano და Dano ეს საოცარი ქადაგება და აი მე თქვენ მიაქცევთ ახლა ყურადღებას და მელოდიასაც მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ არაფრით არ განსხვავდებით დღეს კოსმონავტებისგან ისე გავფრინდებით აქ ლაპარაკია სულიერ გაფრენაზე Dzmano და Dano ისე ავმაღლდებით დედამიწიდან რომ აი ცაში ვიქნებით Dzmano და Dano ამ საოცარი ქადაგებიდან და ამიტომ მე სამწუხაროდ ფრაგმენტს ვკითხულობ სხვა საშუალება არ გვაქვს და აი მოკლედ დავიწყოთ ანდრია კრიტელ ეპისკოპოსის იერუსალიმელის ქადაგება. კვლავ
დღესასწაული კვლავ კრება და კვლავ მე მასპინძელი და მომწოდებელი ყოველთა სულიერი სამისერობას. ნახეთ როგორ იწყებს ძმანო და დანო კვლავ დღესასწაული, იმიტომ რომ ქრისტიანობაში ქრისტეს ეკლესიას სულ დღესასწაულია ძმანო და დანო. ამიტომ არის რომ რასაცოდაობა ზოგი ზის სახლში ძმანო და დანო, ზოგი ზის სახლში და ამ ღვთაებრივ მოძღვრებას არ იზიარებს, ამ ღვთაებრივ მოძღვრებით არ მდიდრდება და არის ღარიბი. რა შეიძლება გააკეთოს სახლში აი ეხლა? ის რომ ხარ ლოგინში, ის რომ ჩართო რაღაც მუსიკა, ზოგჯერ მდარე, ზოგჯერ უსტრაუსივით ამაღლებული, მაგრამ ამას რა შეედრება ძმანო და დანო? როგორ შეიძლება კვირა დღეს ადამიანი იყოს ლოგინში კოტრიალობდეს, როგორ შეიძლება? ან ზოგი ნაშვება, ზოგი პახველიაზე ეხა და თავით კივა და რა უბედურება ძმანო და დანო, რა უბედურება. ნუ ეხა რო არ გადავუხვევ თემას და ყოველთვის დღესასწაული ამბობს დიდი მღვდელმთავარი და მეო მასპინძელი ძმანო და დანო, რომლის დაიდგევადელისო, რომლისა დამწყებელი ღვთისმშობელი ღვარსა საშველებელისასა ასმენს, ასვამს, მეინახეთა თვისდა. ანუ ნახეთ სუფრა არისო გაშლიო, ქრისტემ სუფრა გაგვიშალო და ღვთისმშობელი მეინახეთა, ანუ ჩვენ ეს კარგად ვიცით სუფრის ტერმინოლოგია ქართველებმა, მეინახეთა ანუ სუფრის წევრებს, თქვენ ძმანო და დანო ღვთისმშობელი გასმევ სასაულს ახსილს, რაღაც სასაულს სასმევს ძმანო და დანო. ქრისტეს ფუტკარნი, რომელსაშინა თქვენ ქრისტეს ფუტკარნი, ეგ საღვთო ფრინვალები ხართ. ნახეთ რა დიდებულია მრევლი შეადარა ფუტკარს ძმანო და დანო და მართლაც ვინც ეკლესიაში დადის, ვინც ესიარება, ის არის აი როგორც ფუტკარი საოცარია ძმანო და დანო და იძლევა თავს, სანთელს, სასწაული ეს ყველაფერი. აი ესე ძმანო და დანო მორწმუნე, როგორც ყვავილიდან იღებს იმ საჭიროებას, ნივთიერებას და მერე ესე იგი ფუტკარი ამ საოცარ თავს გადმოგცემს, ასევე ყოველი მორწმუნე ღვთაებრივ მოძღვრებიდან იღებენ ძმანო და დანო ღვთაებრივ მოძღვრებას და მერე გამოცემენ საოცარ ნაყოფს ერში. ეს საოცარი ნაყოფია სიყვარული, სიხარული, მოყვასისათვის თავდადება და ასე შემდეგ. ვითარცა სკათა მადინებელთა სიკვდილებისა და ვითარცა თაფლისა გოლეულისა და მორწმუნენი, აი როგორც ეხა აქედან რო გიყურებთ, მართლაც ფუტკარივით ხართ და შემოკრებული არიან თაფლზეო, ფუტკარიო, გოლეულზეო, აი ესე არის მორწმუნეები შემოკრებილი საკურთხეველთან ძმანო და დანო. მოვედით უკვე საყვარელნო, მიითვალეთ სიტყვაი ჩვენი, პირველთა სიტყვათა შინა ფრიად კეთილად გამფენიდა დავითის ძირისაგანობასა ქრისტესა განცხადებულა წარმოვიდგინა ჩვენ. აი როგორ იწყებაო სახარება? იცით თქვენ როგორ იწყება სახარება? მე საოცრად მიყვარს ეს დაწყება სახარების ძმანო და დანო. რატომ? იმიტომ რომ თქვენ იცით როგორ იწყება ხო სახარება? აბრაამშვა, ისააკშვა, იაკობ, ესე იგი მოდის აბრაამიდან დავითამდე და შემდეგ ესე იგი ღვთისმშობელამდე და მერე მაცხოვრის შობას გვამცნებს და გვახარებს სახარება. და მიყვარს ჯერ იმიტომ რომ ზუსტად ეს გენეალოგია მოდის იმ დიდ სიხარულამდე, ქრისტემდე და მერე აქ აბრაამიდან იწყება, დავითისკენ გრძელდება ეს ორი უდიდესი წმინდანია ძმანო და დანო, ორი უდიდესი წმინდანი დედამიწაზე და ეს როგორ ქრისტიანებისათვის როგორი დიდი ნუგეშია, როდესაც აი ასეთ ადამიანებს მოიხსენიებს სახარება ძმანო და დანო, მით უმეტეს დღეს ამ უზნეობაში ძმანო და დანო. და მიხარია კიდე იმიტომ რომ ნახეთ აქ მიაქციეთ ყურადღება რამდენი შობა, ანუ და რა არის შობა? არის დაბადების დღე, რამდენი სიხარული ერთად გადმოცემული, აურაცხელი, აი ესე მელოდიაზე, მელოდია რა ლამაზი დღეა ხوار ეს მელოდია რა, აი ეს რამდენი აქ და მიყვარს კიდე იმიტომ რომ თენ ჩემი ახალგაზრდობა სამშობიაროში გავატარე და ველოდებოდი ხოლმე ძმანო და დანო შობას და მე მინდა ეს მელოდია როგორც შტრაუსის ვალსი, აი ესე იკითხება ძმანო და დანო.
ზოგიერთი არ აქცევს ამას ყურადღებას, ამას დიდი მნიშვნელობა. აბრაამ შვა ისააკ, ისააკ შვა იაკობ, იაკობ შვა იუდა, იუდა შვა ფარეს, ფარეს შვა ესრომ, ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადაბ, ამინადაბ შვა ნაასონ, ნაასონ შვა სალმონ, სალმონ შვა ბოოზ, ბოოზ შვა იობედ, იობედ შვა იესე, ეს დავითის მამა იყო. და იესე შვა დავით მეფე წინასწარმეტყველი ძმანო და დანო. ესე იგი დავითს ეფუძა ღმერთი და უთხრა რომ შენი ტომისაგან მოვა მესიაო ძმანო და დანო. ამიტომ ეს იყო საოცრება რომ დავითის შთამომავლობაში იქნებოდა მესია განხორციელებული ღმერთი ძმანო და დანო. რაც იყო დიდი საიდუმლო და რომელიც განცხადდა ახალ აქტმაში. დავით შვა სოლომონ, სოლომონ შვა რობოამ, რობოამ შვა აბია, აბია შვა ასა, ასა შვა იოსაფატ, იოსაფატ შვა იორამ, იორამ შვა ოზია, ოზია შვა იოათამ, იოათამ შვა აქას და ასე მოდის, ვიდრე იოსების დამწინდველი რო იყო ღვთისმშობლის იოსების, ესე იგი დიდ ბაბუამდე, ანუ ასევე ღვთისმშობლის დიდ ბაბუამდე ძმანო და დანო. ქალები არ იხსენებოდა გენეალოგიაში, ამიტომ ესე იგი კაცებზე ალაპარაკი, მაგრამ სინამდვილეში იოსების გენეალოგია მოდის იოსებამდე, ეს ნიშნავს მოდის ღვთისმშობლობა, ღვთისმშობელამდე ძმანო და დანო. იმიტომ არის და აქ იმამ დიდმა ბაბუამ შვა ელიუდ, ელიუდ შვა ელიაზარ და ელიაზარ შვა მატათან, მატათან შვა იაკობ, იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგანაც იშვა იესო. ანუ აქ ჯერ მოცემულია ღვთისმშობლის შობაც ძმანო და დანო და მერე ღვთისმშობელმა ესე იგი შვა იესო ძმანო და დანო. აი ესეთი საოცარია, ესე ლამაზად იწყება სულ სიხარულით, სულ გახარებით, ამდენი დაბადების დღეები სახარება და მოდის მთავარ დაბადების დღემდე ქრისტეს შობამდე ძმანო და დანო. ვაგრძელებ ქადაგებას. განიზომოს თუ ქვეყანა მტკაველითა, შემოეწეროს თუ ზღვა საბლითა, შეიზომოს თუ საბჭალითა, ანუ ვარსკვლავი აღივიცხონ რიცხვითა, გინა წვეთნი წვიმისანი, ტვერი ქვეყანისანი, ან რაოდენობა ქვიშისა, უკეთუ ესე ყოველი განზომო, ესე იგი თუ ქვიშას დაითვლი, თუ წვიმის წვეთს დაითვლი, რამდენი წვიმს კოკის პირველი წვიმის დროს, ხო ეს ხო შეუძლებელია. აი მაშიღა აწინდელის ესე წინამდებარე დღესასწაული გამოთქმული იქნეს ბაგეთაგან და ცნობილ გონებითა. იმდენად დიდი ეს დღესასწაული, იმდენად მიუწვდომელია ადამიანის გონებისთვის, როგორც ზღვაში ქვიშას და ქვიშას ერთოდ ვერ დაითვლი, ასევე ვერ მიწვდები ამ დღესასწაულს ძმანო და დანო. მით უმეტეს არა მარტო ღვთისმშობლის შობას, მით უმეტეს ქრისტეს შობას. ანუ ამით ჩვენ ანდრია კრიტელი გვეუბნება, რომ ზოგიერთმა რო იცის და გონები დაიწყებს განსჯას, როგორ დაიბადა მაცხოვარი ქალწულ მარიამში, როგორ მოხდა ეს კაცის გარეშე, მერე რო იშვა მაცხოვარი, როგორ იქნა ქალწულად, როგორ დაჩა მაცხოვარი, ამის გონებით აი ესე ტრიალი არ შეიძლება, იმიტომ რომ როგორც ზღვაში ვერ დაითვლი ქვიშასო, ესევე იმდენად დიდი საიდუმლო ეს ვერ გაიგებო. ამიტომ თუ ასეთ საიდუმლოებებს ჩვენ გონებით დავიწყებთ განსჯას, მაშინ ნუ მივალთ იქ დასკვნამდე, რომ ესეთი რამე შეუძლებელია. ამიტომ ეს არ შეიძლება ესე გამსაჯოთ. ეს იგივეა, როდესაც ათეისტი ამბობს, რომ ღმერთი არ არის, ან ეს როგორ მოხდა, ეს იგივეა, რომ ეს ათეისტი ითვლის ზღვაში ქვიშას და უნდა რომ დაითვალოს ქვიშა. აი ესეთ სისულელეს ამბობს და ესეთი სისულელია, რომ ვინმე მოიდომოს ზღვაში ქვიშის დათვლა. ძმანო და მე მოყავს ახლა ანდრია კრიტელის ქადაგებიდან, ესე იგი ადგილები ძალიან ბევრი მოყავს ანდრია კრიტელს. მე მომყავს რამოდენიმე თვალსაჩინოებისთვის ღვთისმშობლის წინასწარმეტყველება ძველი ახლიდან. გამოვიდეს ძირისაგან იესესას კვერთხი და ყვავილი ძირთაგან მისთა, აღმოცენდეს და ახალ ძირი იესესი და რომელი აღდგომათ არ თავრად წარმართდა და წარმართნი ესვიდნენ მას. ესე იგი მაცხოვარი ხო კაცის გარეშე მოხდა შობა ძმანო და დანო. ანუ ესე იგი ესეს ძირიდან ვინ გამოვიდა? ღვთისმშობელი, რომლისაგანაც იშვა ქრისტე. აი ამაზეა ლაპარაკი. მეორე წინასწარმეტყველება ესაა ეს. ვიხილე უფალი საბო,
მჯდომარე სახტარსა ზედა და მაღალთა და სავსე იყო დიდები და უფლისაითა ტაძარი იგი ნახე უფალი იხილა ისაია ტაძარში ანუ ეს არის სიმბოლო ღვთისმშობლისა რომ ტაძარში იყო ანუ ღვთისმშობლის მუცელში იყო ძმანო და დანო მაცხვარი და მესამე წინასწარმეტყველება ეზეკია წინასწარმეტყველისა ძალიან საინტერესო ზუსტად ქალწულებაზე ნახეთ ბჭე ანუ კარიბჭე ეგოს დახშულ ესე იგი დაგეტილი იქნება კარიბჭე ყოლა წმინდა ღვთისმშობლის უბიწოებაზე ქალწულებაზეა ლაპარაკი არა განეღოს არ გაიღება და არცავინ განმიდეს მიერ რამეთ უფალი ღმერთი ისრაელისა შევიდეს ამ კარიბჭეში და განმოვიდეს მიერ და იყოს ბჭე იგი დახშულ ხედავ ისე შევავ და ისე გამოვავ რომ არის ისევ დაგეტილი იქნება ეს არის დიდება ღვთისა ისე შევიდა და ისე დაიბადა მაცხოვარი რომ ქალწულად დარჩა ძმანო და დანო დედა სიონსა სხვა წინასწარმეტყველება ქვას კაცმა რამე თუ კაცი იშვა მას შინა თავად მან დააფუძნა იგი მაღალმა და ცნობილი წინასწარმეტყველება აჰა ქალწულმან მუცლად იყო შვენზე და უწოდოს სახელი მისი ემანუელი და ძმანო და დანო მე მინდა ფსალმუნის წინასწარმეტყველება ღვთისმშობელზე თქვა ესეთი დასტური ნამდვილი დადგეს დედოფალი მარჯვენით შენსა დედოფალიო ღმერთს ეუბნება დადგება შენს მარჯვნივ ეს როგორ შეიძლება ვინ დედოფალია გაკადნიერდება რომელიც შეიძლება და მის მარჯვნივ დამდგარიყო ოქრო ქსოვილითა შემკულ და შემოსი აი გაიხედეთ და ნახეთ მაცხოვრის მარჯვნივ ღვთისმშობელი დედოფალი და ყველა ხატი რომელიც არის ღვთისმშობელს უყრია მაცხოვარი ხო აი ყოველთვის ზოგჯერ ხატები აქ მარჯვნივა და ზოგჯერ მარცხნივ დგას ერთი ორი შემთხვევა როცა იქით უჭერს რომ ამას არ აქვს ნიშნობა მაცხოვარი და მის მარჯვნივ დედოფალი აი წინასწარმეტყველება ეხლა ვისმა გაუკვირდება ქრისტიანებს ეს წინასწარმეტყველება მაგრამ სანამ დაფარული იყო ეს ყველას გაუკვირდება და როგორ შეიძლება ღმერთთან ქალი ყოფილიყო აი ძმანო და დანო ეს დიდებული წინასწარმეტყველება და მრავალი მოყავს ანდრია კრიტელს რომელსაც რაც უნდა გამოვტოვებ მე და ბოლოს ანდრია კრიტელი ამთავრებს ქადაგებას შემდეგ ნაირად ძმანო და დანო იხარებდით აღიმღერებდით ნახეთ რას ამბობ არა მარტო იმღერებდითო გაიხარეთო ესე იგი იმდენად დღესასწაულია შეუძლებელი ეს დღესასწაული ესე უღიმღამოდ გავატარო რამე თუ წარმოდგა მოსალოდებელი კალსა ზედას გამოხსნა ხელთაშინა გვაქვს ცხოვრება ზოგი რომ ამბობს ის რომ ხელთაშინა გვაქვს ჩვენ ყოველთვის ცხოვრება ჩვენს ხელშია ვისმინო დავითის წინასწარმეტყველება ღმერთი ცხადად მოვიდეს აი კიდევ ერთი დიდებული წინასწარმეტყველება ქრისტეზე ღმერთი ცხადად მოვიდეს ესე ვითარი არ შობისა დღე ქალწულისა ესე არ თავ დღესასწაულისა მოხსენება აღთქმათა ღვთისათა კაცთა მიმართ გამოცხადება წინასწარმეტყველთა განცხადება და დაფარულთა მოხედვა ყოვლის სანათესავისა რომლითა გავწყინდი პირველ ბნელს სასიკვდილისასა სხდომარე აი ესეთი დიდებული ქადაგება მე სულ მცირე ფრაგმენტი წარმოვადგინე თქვენს წინაშე ძმანო და დანო და ეხლა მე მინდა გითხრათ და შეგგვიგდეთ ის რომ აი ამ დიდებულ ქადაგებას ამ აზრს რომ დავითის ტომისგან არის ღვთისმშობელი მაცხოვარი დედის მხრიდან ძმანო და დანო აი ამას უნდა მოვაბათ ჩვენი საქართველოს ისტორია და ჩვენი მეტად საინტერესო რამე უნდა მოგითხროთ ეხლა ძმანო და დანო ეს ჩვენ ყველამ ვიცით მაგრამ ზოგჯერ არ ვაქცევთ ყურადღებას ბაგრატიონთა ჩვენ მეფეთა საფლავებს რო დავაკვირდეთ განსაკუთრებით სვეტის ყოველში საფლავზე გამოსახულია კვართი მაცხოვრისა ქნარი დავითისა რომელზე ფსალმუნებს წერდა ამ მელოდიაზე თან ქნარს შურდული დავითისი რომლითაც მოკლა ძმანო და დანო თქვა ქონდა ამ შურდულში გოლიათი ეს შურდულმა კი არ მოკლა ღმერთის ძალა ნიშნავს შურდულ და შეწერას ხმალი რომელიც მიუთითებდა იმას რომ ბაგრატიონები და საქართველო იყო ესე იგი საქართველოს მეფეები იყვნენ ბაგრატიონები
დამცველი მესიის მახვილიო, იმიტომ უწოდებენ დავით აღმაშენებელს. დამცველი იქნებოდა ნამდვილი ქრისტიანობის მართლმადიდებლობის სასწორი მეტად საინტერესო სიმბოლოა ძმანო და დანო, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ღვთის სამართლიანობას და თუ შენ ღვთის ჯული გიფყრია, ღვთის სამართალი გიფყრია, მაშინ ხარ ძლიერი, ხოლო თუ შენ ღვთის ჯულს არ გიფყრია და ის ბაგრატიონები, რომლებიც ამ სასწორს არ იყენებდნენ ღვთის სამართალს, ღვთის ჯულს არ მისდევდნენ, მათზე საწოდავი არავინ არ იყო ამ ქვეყნად. ხო, ამიტომ არის მათი და ჩვენი ძალა, ბაგრატიონების და ყოველი ადამიანების, არა მარტო ქართველის, ყველა ქრისტიანის ძალა ღვთის სამართალშია, ღვთის ჯულშია. თუ ჩვენ ეს დავკარგეთ, მაშინ ჩვენ არაფერ კაპიტია ჩვენი ფასი ძმანო და დანო. სამეფო გვირგვინი და ორლომზე, რაც ღვთის ძლიერებას ასევე მოასწავებს ძმანო და დანო. და ნახეთ რა წერია ზოგიერთ საფლავზე და გერბზე უფრო სწორად, გერბზე, მე მგონი საფლავზე წერია ზოგიერთის გერბზე, ბაგრატიონთა გერბზე, უეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხოს იგი ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდარსა შინა. დავითს და ღვთისმშობელზეც არის ეს მუცლისა შენისა. ესე იგი, ნახეთ ბაგრატიონები რამხელა საიდუმლოს მატარებლები არიან, მათი გერბი, ძმანო და დანო, მათი ჩვენი გერბი, ბაგრატიონთა გერბი, ეს ჩვენი გერბია ქართველთა ძმანო და დანო და აი მე მინდა ერთი უდიდესი მნიშვნელობის რამ წაგიკითხოთ ძმანო და დანო. ესე იგი, დავით მეფეს რო ეფუძა ღმერთი, რომ შენი თესლისგან, შენი ტომის, შენი შთამომავლებიდან აღვადგენ მე, ესე იგი, ღმერთი მისი შთამომავლობაში, მის ერთ-ერთ შთამომავალში განხორციელდება, ანუ ღვთისმშობელში. მაგრამ ეს იმდენად დიდ საიდუმლო იყო, პირველად გაუგებარი იყო ეხლა გასაგები ახალ აღთქმაში. და იცოდნენ და დავითის ტომს ძალიან განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ ძველ აღთქმაში მათ შთამომავლობას. და აი ერთ-ერთ აი ღვთისმშობელში დავითის შთამომავლიდან იშვა გაგაცებული ღმერთი ძმანო და დანო. მაგრამ დავითის შთამომავლობა, რა თქმა უნდა, არა ღვთისმშობლის მხრიდან, დავითის შთამომავლობა გაგრძელდა. ხო? ღვთისმშობლიდან გაგრძელდა სულიერი შთამომავლობა ქრისტიანები. გაგრძელდა და აი ერთ-ერთი ასეთი ბაგრატიონი, ერთ-ერთი ასეთი შთამომავალი დავით მეფისა დასახლდა ძმანო და დანო სამხრეთ საქართველოში. და შემდგომ ერთ-ერთი ეს არის გვარამ კუროპალატი, რომელიც სამხრეთში ცხოვრობდა, გვარამ კუროპალატი და ვახტანგ გორგასალის შვილი მითხოვდა სამხრეთ საქართველოს მთავარზე და ეს მთავარი იყო ბაგრატიონი, ანუ შთამომავალი დავით მეფისა და წინასწარმეტყველისა ძველი აღთქმისა და მათ ეყოლათ გვარამ მეფე ქართლისა. თუმცა ძმანო და დანო, აშოტ კუროპალატიდან იწყება მეფეთა გენეალოგია ბაგრატიონების, რადგან ამ დროს ეს ერისმთავარი იყო მაინც გვარამ. ნუ იმიტომ რომ ბიზანტია არ აძლევდა უფლებას რომ მეფე გამხდარიყო, არც სპარსეთი და ამიტომ მთავრად და სინამდვილეში მაინც მეფე იყო. ასე რომ მე-6 საუკუნიდან იწყება სინამდვილეში გვარამიდან ძმანო და დანო, მაგრამ ნუ ისტორიულ ამ იმას მივყვეთ თხრობას რომ აშოტ კუროპალატი ითვლება, ესე იგი აშოტ კუროპალატიდან იწყება უკვე მე-9 საუკუნიდან ბაგრატიონთა გენეალოგია. და აი ნახეთ ეხლა ძმანო და დანო, გრიგოლ ხანძთელი მიდის აშოტ კუროპალატთან, პირველ ბაგრატიონ მეფესთან. მეფემან აშოტ კუროპალატმან ბაგრატიონმა რქვა მამასა გრიგოლს, მეფეთა ისრაელისათა ჟამად წინასწარმეტყველი აღუდგინის ღმერთმა. ძველ აღთქმაშიო წინასწარმეტყველი აღადგენდაო ღმერთიო, წინასწარმეტყველი სიკადულად მათდა მეფეთა და ისრაელის სიკადულად
და ზღუდეთ ჯულისა და შესაწევნელად მორწმუნეთა. რატო აღადგენდაო ესე? იმიტომ რომ ჯული დაეცვათო, გაეხსენებინათო წინასწარმეტყველს ჯულიო, არ დავიწყნოდათ მეფეთა და ერთაო წინასწარმეტყველს ჯულიოს და სამხილებელად ურწმუნოთა. ეგრეთვე ჟამთა ჩვენთა, ასევეო ჩვენ დროშიო, შენ გამოგარჩია ღმერთმა ქრისტიანეთა იმედა გრიგოლს ეუნება. და რაითა მარადის იღწოდე ჩვენთვის წმინდითა ლოცვითა შენითა წინაშე ქრისტესა და წმინდათა მისთა. ესე იგი დაიბარა გრიგოლი და დაუნიშნელოვანია ეს სიტყვები აშოტ კუროპალატისა მიაქციეთ ყურადღება როგორცო წინასწარმეტყველები ძველათო შენ გამოგარჩია ღმერთმაო და ამით ქვეტექსტით ეუნება გვიწინასწარმეტყველეო რა იქნება საქართველოზე გვიწინასწარმეტყველეო ჩვენ ბაგრატიონთა მეფობაზეო როგორ იქნება ესაო და ნახეთ რას ეუნება გრიგოლ ხანს უმნიშვნელოვანესი სიტყვებია ხოლო გრიგოლ ხანძთელმა რქვა დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო მეფობაი და სათნოებანიცა მისნი ანუ დავითის დაიმკვიდრენ დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმა რომლისათვისა ამას მოგახსენებ ნახეთ რას ეუნება რა წინასწარმეტყველებას როგორ ახდა მე-19 საუკუნის წინასწარმეტყველება არა მოაკლდეს თავრობა ის შვილთა შენთა ანუ შენი შვილებიდან წამოსულებიო ბაგრატიონებიო არ მოაკლდება საქართველოს და ნათესავთა მათთა ქვეყანას ამას უკუნისამდე ჟამთა რა იცოდა აი წინასწარმეტყველება აი კიდევ ერთი დიდი სასწაული ძმანო და დანო აი ურწმუნოების გასაღვიძებელი ჩვენ ვიცით რომ ეს დინასტია გააგრძელდა ბოლომდე ხო სანამ გაუქმებდა რუსეთი მეფობას ხო რა იცოდა წინა გრიგოლი წინასწარმეტყველება აი თურმე იცოდა აი თურმე წინასწარმეტყველი ჩვენ რამდენი ვიცით სხვა სახელმწიფოებში 10 წლიანი დინასტიები 20 წლიანი ნუ 100 წლიანი 200 წლიანი რომანოვები 300 წლიანი ბაგრატიონები იყვნენ 1000 წლიანი და უფრო მეტით 1300 თუ გვარამიდან ავითვლით ძმანო და გრიგოლ ხანძთელმა ეს წინასწარმეტყველება ეგრე მოხდა ნახეთ ძმანო და დანო რა სასწაულია და აქ აშკარად ჩანს ისიც რას ჩვენ ძალიან გვაღელვებს და გვეშინის რომ საქართველოს არ გადაშენდეს ამ წინასწარმეტყველობაში დევს ეს არის წინასწარმეტყველება საქართველოს გამწინების ეს არის წინასწარმეტყველება ასევე იმისა რომ ჩვენი ერი არ გადაშენდება ძმანო და და იმიტომ რომ აქამდე ეს წინასწარმეტყველება სრულდებოდა ეს სასწაულია ზოგიერთი ისტორიკოსი ძმანო და დანო ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს ესეთ რამეს ათეისტი ნუ ათეისტურად მოაზროვნე ესეთ რამეს ამბობს რომ აიო რადგანო ეს დიდი იყო ეს დიდი მნიშვნელობა დავითის შთამომავლები იყვნენ ბაგრატიონებიო ამიტომო საქართველოსიო უკეო მათ ქონდათო გარანტი იმისა რომ სულეგენი იქნებოდნენ საიდან კაც რა გარანტი რის გარანტი არ გვინახია სხვა სახელმწიფოების ისტორიები არ წაგვიკითხია რომ მოუსპიათ ერთი დინასტია და სხვა მოსულა აქ ეგეთი რამე არ მოხდა იმიტომ კი არა რომ როგორც ის ათეისტები იმიტომ ეს უდიდესი სასწაულია ძმანო და უდიდესი აი როგორც ცეცხლის გარდამოს როგორც ხატების მიერ მდინარე როგორც უამრავი სხვა სასწაული ეს სასწაული არის საქართველოზე ძმანო და დანო რომ ესე იგი რა კულტურა ქონდა ეს როგორი ერი იყო ჩვენი ჯულიერი რომ ვერავინ ვერ დაუშვებდა იმას აი რომ ზოგჯერ ამბობენ გიორგი საგანძეს მეფობა უნდა და ან რაღაც ისტორიულ მონაკვეთებში ამბობენ სხვა გვარზე რომ მეფობა მოინდომა და აპირებდა ესეთ რამეს არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ისეთი რწმენა იყო და სასწაული ღვთისა რომ ესე გაგრძელდა ამბობენ რომ სოფლიოში აი ესეთი დინასტია რომ გაგრძელებული იყო 1000 წელი არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში ერთადერთი იაპონია ყოფილა რომ
ცოტათი ჩამოგრჩება იმათი იმპერატორის ის დინასტია. დანარჩენი წარმოიდგინე არც ერთი ქვეყანა არ შეედრება. ეს არის სასწაული საქართველოს. და ძველ აღთქმაში ისრაელს ეპყრა დავითის მეფობა და მისი შთამომავლების ახალ აღთქმაში რამდენი ქრისტიანული ქვეყანა საქართველოს უპყრია დავით მეფის შთამომავლების მეფობა ზმანო და დანო. ამიტომ ეხლა რომ მეფე პატრიარქი ამზადებს ლოცულობს მე და ყველა ნორმალური ქართველი მეფე რომ მართალი ეს იქნება უკვე კონსტიტუციური მონარქია, ეს არ იქნება ის მეფეს რო ეპყრა ყველაფერი სადავეები, ესე იგი მართველობის, მაგრამ მაინც დიდი მნიშვნელობა ზმანო და დანო. თუნდაც ამიტომ ნახე ჩვენ რომ მეფეს აღვადგენ და ბაგრატიონი მეფე რომელიც იქნება აი ეს წინასწარმეტყველება ისევ გაცოცხლდება გრიგოლისა და ჩვენი დღეგრძელობისა და ჩვენი ბედნიერებისა ზმანო და დანო. ეს იქნება დიდი ფსიქოლოგიური ამბავი ზმანო და დანო ქართველ ერზე. დიდი უსარმაზარი. ამიტომ მეფობაი ქართველთა და აღდგენა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ზმანო და დანო და ნახე კიდევ ვიმეორებ. არა მოაგდეს მთავრობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათა ქვეყანასა ამას ანუ საქართველოს უკუნისამდე ჟამთა. ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ წინასწარმეტყველება გრიგოლ ხანძთელისა არამედ იყვნენ იგივი მტკიცედ უფროს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებული იყვნენ უკუნისამდე. ესე პირდაპირ წინასწარმეტყველება ვერავით არის სხვა გვარი საქართველოში მეფე ვერ მოვალ. მტკიცე იქნებაო ეს რომ ბაგრატიონი და აი 200 წელია ჩვენ მეფე არ ყავს და აი ეს სიმტკიცე კვლავ ბაგრატიონი უნდა აღვადგინოთ მეფედ ზმანო და დანო. აი ამ სიმტკიცეზეა აქ ლაპარაკი. ასე რომ ჩვენ კიდევ ერთხელ აი ამ დიდი სასწაულით ხას უსვამ საქართველოს განსაკუთრებულობას და რაოდენ ბედნიერია ქართველი ზმანო და დანო და რა უბედურია ეს ადამიანები რომლებიც ამბობენ რამ დამბადა საქართველოსიო გარბიან საქართველოდან ოღონ რა თქმა უნდა ეკონომიური კუთხით სხვა არის და ეს წასვლა კურთხეულია და ოღონ უნდა ჩამოვიდნენ მაგრამ მე ვამბობ იმ ხალხზე ვინც ამბობს რა ქვეყანაა საქართველო რა უნდა ელაპარაკო რა ქვეყანაო და მირბის ამერიკაში და ამერიკას ადრის საქართველოს და ამერიკა ვარიო უფრო მათვე წარმოდგენა არ აქვს რა მაგარი ქვეყანაო ამას რომ ქართველი იტყვის როდესაც ზმანო და დანო აი მე ეს არ შემიძლია არ გითხრათ ერთ ჩემ მეზობელთან გერმანელი იყო ეს გერმანელები რადგან საოცრად მოიწვიან საქართველოსკენ ერთი გერმანელი კაცი იყო ძალიან განათლებული თეიცი რა თქვა კაცო ზოგიერთის მიგვირსო რა ქვეყანაო გადარეული ეს გერმანელი საქართველო და როგორ უხარიათ ეს ამერიკაო და სადგარ მიხართ ხალხნო რა ქვეყანა საქართველო როგორ შეიძლება მათ ამერიკა გახდეს თქვენთვისო იდეალიო იმიტომ რომ მან იცის საქართველოს ისტორია და აი თავი და თავი ჩვენ არ ვიცით საქართველოს ისტორია აი თუ გინდეს რაც მე ახლა მოგიყევით ზმანო და დანო თუ გინდეს როგორ აღამაღლებს ქართველ კაცს და ყველა ეროვნების ვინც საქართველოში ცხოვრობს ვინ არ მოინდომეს მარტო ამისთვის საქართველოში ცხოვრება ჩვენს გვერდით არის ზმანო და დანო ირგვლივ სულიერი საქართველო რომელსაც ვერ აჯობებს ვერანაირი ამერიკა აი ამით მინდა დავამთავრო და მომავალ კვირას ჩვენ ვივდივართ მოსალოცად წრომში წირვის მერე და ერთი მეცნიერის თქმის არ იყოს წრომი რომს დააშვენებს ისე კი გავს სიტყვითად წრომი ზმანო და დანო წირვის მერე ქარელის რაიონშია და ეს დიდებული ტაძარი რომელიც პირველად მივდივარ და სამწუხარო ჩვენ აქამდე არ მოგვიდოცია და საბედნიეროდ ეს შეწევ თუ ვიცოცხლე და მერტა იქნება მოვიდოცე გაგლოცოთ და